ცხოვრებაში ყველაფერს მოელოდა სრული ადამიანი, ყველაფერს. მე აგერ ეს ამბავი მომივიდა. ყველაფერი ხდება, ყველაფერი. მე არ მეგონა თუ 5 წლის მერე ასე ვიქნებოდი, მაგრამ რა სიზანი. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. რა არის ეს გადამცილებია ლაქი. ეხანდელი ლაქები კაპიკათ აღარ ვარ გაკათო. რა გავს ეს რა არის? დამშენი რა თავისი გუშინდა. გადამცილებია თუ აკაიქენი კათო რა კაიქენი რა მოიგონე. ხერ რა დღეში მქონდა ჩემი ჯატაკი თუ ფუტებოდა. ყოველთვის მაგაზე თელი ჩხუბი იყო სახში. ჩემი შენი ბრაზობდა. ეხლა ყველაფერი იგზია. აი დაჭრილი მაქვს, დამზადებული მაქვს. ამას დავატებებ. აი ასე. სულ მე გადმოვატრიალებ. დავდები ტელევიზორთან. და თვითონ დილას უკვე მზად იქნება. აი ასე. აი ასე იქნება მზად. აი მარანა მოვა ეხლა, უნდა ვახშამი გავუკეთო, დაღლილი იქნება. უნდა დავიდე კაბა გამოიცვალო. ჩემი შეკერილი ლამაზი კაბა ჩავიცა. მანანას ამხანაგები მოვლენ და ძალიან უხერხულია. აი ჩემი ლამაზი კაბა, ჩემი შეკერილი. დღეს კაი გოგო ვიყავი ძალიან. და 9 ბიჭი მტერდა წერილებს ფრონტიდან. აბა, ეხლა დავედი, რასიდან, დრო მიდის. ჩემი ის მოიდა და მეხარია. მოედი. დედი როგორ ახარ? არა მისავთ. რა შვებოდი დღეს? გამობრანჭოთ, არ გინაცვალე? გამობრანჭე. ჩაიჭი ჩემი ლამაზი კაბა. შენი შეგერილი ხო? ჩემი საყელოთ ლევენი და გავიკეთე. აჰა, მალაძეს, მალაძეს.
რა ხდებოდა გალერეაში დღეს? მე რა ვიცი დღეს ისეთი საგიჟეთი იყო რომ არ ვიცი ხო ის გამოფენისთვის რომ ვემზადებით ისეთი ამბავი იყო ესეთი ცალკე ექსპოზიციის მოწყობა, ცალკე ეს ამდენი ხალხი ხო ეს ჭიქები გადმომიდე რა დედა ხო და მე თინა მოიტანა თავისი ნამუშევრები ხა დინის ნამუშევრების ექსპოზიცია ხო უნდა გავაკეთოთ არა მე ეს კონცერტი მე ეს საორგანიზაციო ის არა ქვია მხარე და ნუ აი ისე ვარ დაღლილი რომ ჭკუაზე არა ეს აქეთ დავდოთ დედა აი ესე ხო ეს აქეთ დავდოთ ეს აქეთ დავდოთ ეს აქეთ დავდოთ შერაშვებოდი ვისენებდი კაი გოგო ვიყავი კაი დროს და მე გავიცანი მამაშენი და შეგვიყვარდა ბატონო ერთმანეთი და აგერა მისი ბოლო აგერ არის ჩემი შვილი მე ვიცი რომ ქალები ფეხსაცმელებს იცვლიან და თითოს აქ 10 და 20 წყვილები რამდენის გამიქონდა ეს ძალიან დიდხანძლებს შილო და დალადგია ისეთი დიდი ძალა არ ადგია მე მგონი მე რაც მახსოვს სულ 3 კამი გამოიწვა შეიძლება მე რაც მახსოვს და მე არაფერი აღარ მახსოვს დავბედი რამდენი წლის იყავით ესო დაგემართათ რა აი ეს ავარია რომ მოგივიდა ტრამვაი 5 წლის შილო 5 წლის 5 წლის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ როგორ მოიფიქრეთ რომ სკამზე დამჯდარიყავით და გეხტუნავათ იმიტომ მოიფიქრე რომ აღჭელებოდა სულ პოპოლზე მევლო და რაც ავარია გადაადგილება ხომ მინდოდა საქმის გაკეთება ხომ მინდოდა ხომ და მეცხოვდა ხომ და მიარსება და ხტუნვახტუნვით აკეთებდი ყველაფერს ვაკეთებდი სხვა რა გამოსავალი იყო აღარ დედა მყავდა და აღარ მამა მყავდა აღარ დედა ან როგორ აკეთებდი როგორ დარბოდა იცი ოთახში აი ეს კამის ამბავი მე მოვიფიქრე და ამან ძალიან დიდი შეღავათი მომცა და ამის გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება გაზარდა ბავშვი და შვილი ასე შემდეგ ძალიან დამეხმარა ეს იგი იმ დონეზე რომ ამ ხანაგებს ავიწყდებოდათ რომ ამ მდგომარეობაშია და ეთერი წყალი მომიტანე რა ეუნებოდნენ ხო და გარბოდა და მოქონდა გახსოვს დედა საბავშვო ბაღიდან რომ მოვედი და ბუფეტთან რომ დამხვდი პროტეზებზე და ესა პროტეზში როგორ გაეხარდა ეს იგი იცი როგორ გამეხარდა ნუ გეშინია დედა მიაკავარო მოვკვდი სიცილით მე ნუ გეშინია მიაკავარო ეს იყო პირველი შემთხვევა რომ დედაჩემი დავინახე ფეხებზე დამდგარი და ნუ იყო როგორი შოკი და როგორი ბედნიერი ვიყავი იცი რომ ვაიმე დედაჩემი ფეხზე დგას გესმის და ისეთივე დედა მყავს როგორც ყველას ხვებს რა მაგრამ ძალიან მალე მორჩა მე ეს სიტუაცია ძალიან გვიან შემთხვევით იყო შემთხვევა ისეთი არ მინდა დავასახელო რომ გავიგე რომ ნამდვილი ჩემი დედა იყო გერმანელი მაგრამ მამაჩემ ეს ქალი დაბრუნდა სამშობლოში და ბოლშევიკები შემოვიდნენ და ამომიყარა და თავის მეუღლეს ჩააბარა ჩემი თავი და იმან გამგარდა და ის არის ჩემი იმას თვლიდი ჩემ დედას ბოლო ციცოცხლის ბოლომდე უფეხებოდ შვილის გაზდა არ იყო ძნელი სკოლაში ძალიან ძნელი მაგრამ კიდე კარგი რომ მთავრობა მაშინ კარგი პენსია დამინიშნა და მეხმარებოდნენ კიდე დახლობლები და როგორმე შევდედი და აი დღემდე მივიყვანე დაამთავრა მანარამ აკადემია და დღეს მუშაობს დღემდე მიხდით ტრანსპორტის დეპარტამენტი 30 ლარი 7 ლარი დამინიშნეთ 6 ლარი და მე თვითონ გადახედე თავთებს შერთხოთ ეთყობა თვითონ 6 ლარი ეს არის 2 ნახევარი ხო დიახ და მე დანა თვითონვე გადასინდე და თვითონვე დამინიშნეთ 30 ლარი მეგობრები მყავდა არაჩვეულებრივი და არავის არ ეთაკილებოდა ჩემთან გავლა წასვლა სადმე და ყოველთვის ყველა კინო ყველა თეატრი ყველა სირიში არ არის თეატრი რომელიც მე არ ყოფილიყო და არ მენახია არა თქვენნაირი ტექნიკა სკამით ხტუნვის მე მგონი პლანეტაზე არავის არ მოუგონია თქვენ რომ მოიგონეთ სკამით სიარული ნამდვილად არავის გინესის წიგნში უნდა შევეღვანოთ კალიაცკა ჩემთვის ოთახი პატარა ოთახი მქონდა და აბსოლუტურად გამორიცხულია
მოუხერხებელი ყველა მხრივ, ვერ აღიმბიდებოდა კალიოტკა. შენაცვლები ნახული გაქვს? არა, რა არის? ეს ერთადერთი სურათი ახტეხები მაქვს. ერთადერთი სურათი. ტიროდის ტაქტიკად არ მინდოდა გადაღება მაინც გადამიღეთ. აი ასეთი იყო ჩემი ცხოვრება. She